საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი ლანდშაფტით, სადაც დიდებული მთები და მწვანე ხეობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით სასებჯინება და მნახველს თავისი სიდიადითა და მისტიკური სილამაზით აჯადოებს. კრისტალურად სუფთა მდინარეები, ხმაურიანი ჩანჩქერები და ფირუზისფერი ტბები ქვეყნის ბუნებას სიცოცხლით ავსებს. უღრანი ტყეები და ალპური მდელოები წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარ ფერთა გამას ქმნის. ეს პატარა, მაგრამ ზღაპრული მხარე ბუნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, რომელიც წარუშნელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ვიდეო Google-ის ვიდეო გენერატორის Veo 3.1 შექმნილია. თუმცა, როგორც ხედავთ, ვიდეოში გვაქვს უწყვეტი და ხანგრძლივი კადრი ყოველგვარი გადასვლების და ჭრების გარეშე. როგორც იცით, Veo 3 მაქსიმუმ 8 წამიან ვიდეო რგოლებს აგენერირებდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია ხანგრძლივი ვიდეოების შექმნა ისე, რომ გქონდეს უწყვეტი და ხანგრძლივი კადრი და არ გამოვიყენოთ რაიმე სხვა ვიდეო ედიტორი დამატებით, სადაც მოვახდენთ ვიდეო რგოლების შეერთებას. ამ კითხვაზე პასუხს სწორედ დღევანდელ ვიდეოში გავიგებთ. Google-ის ვიდეო გენერატორის Veo-ს ახალი ვერსია 3.1 დღეს უკვე გვთავაზობს ხანგრძლივი ვიდეოების შექმნას უშუალოდ პლატფორმაზე, თანაც ისე, რომ პერსონაჟები და გარემო 100%-ით შენარჩუნდეს. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, ასევე გამომყევით TikTok-სა და Instagram-ზე, სადაც ყოველდღიურად გთავაზობთ მოკლე ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ახლა კი დავიწყოთ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის Geo AI-ის YouTube არხი და მოკლედ ამ ვიდეოში ჩვენ ერთად შევქმნით Veo 3.1-ის დახმარებით ხანგრძლივ ვიდეოს, არა 8 წამიანს, არამედ უფრო ხანგრძლივ ვიდეოს, სადაც გვეყოლება ერთ-ეგივე პერსონაჟი, ერთ-ეგივე გარემო, უწყვეტი კადრი და მოკლედ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავუვლით ამ ვიდეოს განმავლობაში. Google-მა სულ ცოტა ხნით გამოუშვა Veo 3.1 ვერსია, სადაც დამატებულია რამდენიმე ახალი ფუნქცია და სწორედ ამ ფუნქციების წყალობით უკვე შეგვიძლია პლატფორმიდან გაუსვლელად აქვე შევქმნათ ხანგრძლივი ვიდეო უწყვეტი კადრით. პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე. ეხლა ვიმყოფები, ესე იგი Google Flows პლატფორმაზე, სადაც შეგვიძლია ვიდეოების გენერაცია. როგორ მოვხდეთ Google Flows პლატფორმაზე, როგორ დავაგენერიროთ ვიდეო, ამაზე მაქვს უკვე ბევრი ვიდეო ჩაწერილი და ეხლა აღარ დავიწყებ ამაზე დროის კარგვას. უბრალოდ ორიოდე სიტყვით პაკეტების შესახებ გეტყვით, იმიტომ რომ პატარა ცვლილებები გვაქვს პაკეტებში. აქამდე შეგვეძლო, ესე იგი, ვიდეოების გენერაცია მხოლოდ Google AI Pro პაკეტის, ანუ Ultra პაკეტის შემთხვევაში. ცოტა ხნის წინ Google-მა დაამატა ახალი პაკეტი, ეს არის AI Plus პაკეტი, რომელიც როგორც ხედავთ 7 ლარი ღირს თვის განმავლობაში, 6 თვე და 6 თვის შემდეგ გახდება 15 ლარი. აქამდე Pro პაკეტის ჩართვა შეგეძლო 1 თვე უფასოდ, თუმცა ეს აღარ გვაქვს, შეიცვალა. ესე იგი, ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე 3 თვიანი გამოწერა 29 ლარად და შემდეგ უკვე 59 ლარი ამ 3 თვის შემდეგ. და რა თქმა უნდა გვაქვს Ultra პაკეტი, რომელიც საკმაოდ ძვირია. რაც შეეხება Plus პაკეტს, 7 ლარიან პაკეტს, ამ შემთხვევაში ყოველთვიურად დაგვერიცხება 200 კრედიტი და 200 კრედიტის მეშვეობით შევძლებთ 10 ვიდეოს დაგენერირებას. მოკლედ, ამ პაკეტებიდან გვჭირდება ერთ-ერთი, რომ ფიზიკურად შევძლოთ ვიდეოების გენერაცია. ასევე პაკეტებთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, თუ გვაქვს ჩართული Pro პაკეტი, ან თუ აქვს რომელიმე ჩვენს მეგობარს, ან ოჯახის წევრს ჩართული Pro პაკეტი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიწიოთ ჩვენი მეგობარი და სპეციალური ლინკის მეშვეობით შეგვიძლია ჩაუერთოთ 4 თვიანი უფასო გამოწერა Pro პაკეტის. ეხლა ვიმყოფები Google Gemini-ის ინტერფეისში, სადაც გვაქვს ესეთი ღილაკი Invite a friend, ამას თუ დავაჭერთ, დაგვიგენერირებს ლინკს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია სხვას ჩაუერთოთ მოკლედ 4 თვიანი უფასო გამოწერა 3 ადამიანს ხოლო. სანამ გავაგზავნებთ, ერთი ფაქტი, გუშინ გამოვიდა Gemini-ის ახალი მოდელი 3.0 Pro, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაჰაიპებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამართლებს მოლოდინებს და იმედებს და მეც დატესტვის პროცესში ვარ და ვეცდები ძალიან მალე შემოგთავაზოთ ვიდეო ამის შესახებ. კაი, მოკლედ დავიწყოთ ვიდეო შექმნა, დავაჭიროთ New Project ღილაკს, რომელიც გადაგვიყვანს დაშბორდზე. აქ სეტინგებიდან გვაქვს, ესე იგი, არჩეული landscape, ანუ ჰორიზონტალური ვიდეო, ასევე ერთი output-ი, ერთი შედეგი და Veo 3.1 Fast-ი, რომელიც ღირს 20 კრედიტი, ანუ ერთი ვიდეოს დაგენება ღირს 20 კრედიტი. გვაქვს ასევე 3.1 Quality, რომელიც ღირს 100 კრედიტი. ავირჩევ Fast-ს. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მინდა მოგაწოდოთ, ამჯერად Flows-თან დაკავშირებით არის ის, რომ ესე იგი Flows ინტერფეისში შეგვიძლია უკვე სურათების გენერაციაც, მაგალითად თუ ავირჩევთ Create Images, აქ დავინახოთ, რომ გამოჩნდება Nano Bananas, ანუ Google-ის სურათების გენერაციის და რედაქტირების მოდელი, დავაჭიროთ Settings-ებს. როგორც ხედავთ, აქ შეგვიძლია სურათის რეზოლუციის არჩევა, ანუ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ფოტო, რაც Google-ის Gemini-ის ჩატში არ შეგვიძლია პირდაპირ ავტომატურად გვიგენერირებს 1:1-ზე გაფართოების სურათს, ანუ კვადრატულ სურათს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს ხელით ავირჩიოთ. ასე რომ სურათების გენერაცია და რედაქტირება შეგვიძლია Flows პლატფორმაზე. კაი, დაუბრუნდეთ ახლა ვიდეო შექმნას, ავირჩიოთ text to video. მაქვს გამზადებული რამდენიმე პრომპტი.
ესე იგი ჩვენი ვიდეო შედგება 5 სცენისგან. ეს პრომპტები მარტივია, ანუ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს. აღწერილი მაქვს პერსონაჟი, გარემო და ასევე მაქვს რამდენიმე მითითება მიცემული. ესე იგი ვეუბნები, რომ არ დაადოს მუსიკა ფონად და ასევე არ დაადოს სუბტიტრები. რატომ გვჭირდება ეს? ანუ ჩვენ რამდენიმე ვიდეო რგოლი უნდა შევაერთოთ და ესე იგი შესაძლებელია რომ AI-მ ყველა ამ ვიდეო რგოლს მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნეთ პერსონაჟს და გარემოს, შესაძლებელია დაადოს სხვადასხვა მუსიკა. და როდესაც მე ერთ მთლიან ვიდეოს ჩამოტვირთავთ, ყველა 8 წამიან ვიდეო რგოლში გვექნება სხვადასხვა background მუსიკა, რაც ესე იგი დაარღვევს ამ ერთიანობის განცდას და მოკლედ თავის დაზღვევის მიზნით ვეუბნები, რომ არ დაადოს მუსიკა. ბოლოში გვაქვს ესე იგი ის ტექსტი, რაც უნდა ისაუბროს პერსონაჟმა და ქართულ ტექსტს მოყვება ინგლისური თარგმანი. ამ შემთხვევაში ესეთი მეთოდით მოკლედ არ აფეილებს გენერაციებს და მოკლედ აგენერირებს უპრობლემოდ. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ გინდა ქართულად ისაუბროს პერსონაჟმა, თლიანად ქართულ პრომპტს ვერ გაუწერთ, უნდა გაუწეროთ ხოლმე ის ტექსტი ქართულად და მერე უნდა მივუწეროთ ინგლისური თარგმანი. აი, მოკლედ დავაკოპირებ ახლა ამ პრომპტს და მოდი გავუშვათ გენერაციაზე. ჩავსვამ პრომპტის ველში და გავუშვათ გენერაციაზე. დაგენერირდა ჩვენი ვიდეო, მოდი ვნახოთ ერთად როგორი შედეგი მივიღეთ. საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი ლანდშაფტით, სადაც დიდებული მთები და მწვანე ხეობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური და ხო. გონი იდეალური შედეგია, ქართულად კარგად საუბრობს, გარემოც კარგია, ანუ გავს ჩვენს ბუნებას და ეს მუსიკალური ფონიც არ აქვს. ანუ იდეალური შედეგი მივიღეთ, იდეალურად შეასრულა დავალება AI. კაი, ეხლა რა შევით? ანუ ჩვენ ეს ვიდეო უნდა დავამატოთ Scene Builder-ში. Scene Builder-ი არის ეს სიტყვა-სიტყვით რო გადავთარგმნოთ სცენების ამწყობი. მაგრამ სანამ Scene Builder-ში გადავალთ, მანამდე მინდა ერთი ფუნქცია გაჩვენოთ, რომელიც ახალი დამატებულია, ეს არის Edit ფუნქცია. თუ დავაჭერთ ამ ხილაკს, ესე იგი გამოჩნდება რამდენიმე ოფცია, ანუ ჯამში 3 ოფცია გვაქვს, Insert-ი და დანარჩენი 2 არის კამერის მოძრაობა. კამერის მოძრაობის ოფციები სამწუხაროდ Pro ვერსიაში არ გვაქვს, ამისთვის გვჭირდება Ultra პაკეტი. რაც შეეხება Inserts. თუ დავაჭერთ ამ ხილაკს, ესე იგი ჩვენ ამ კადრში ნებისმიერი ადგილი შეგვიძლია მოვნიშნოთ და ამ ადგილზე შეგვიძლია ნებისმიერი ელემენტი დავამატოთ. მაგალითად, შემიძლია მოვნიშნო ნებისმიერი ადგილი, აი ეს ადგილი მაგალითად და გავუშვათ მივცეთ ესეთი ინსტრუქცია. დაამატე მაგალითად ცხენი და გავუშვათ გენერაციაზე. ამ შემთხვევაში დაგენერირდება ახალი ვიდეო, ანუ ჩვეულებრივ 20 კრედიტს წაგვართმევს, თუმცა კადრში უკვე გვეყოლება ის ელემენტი, გვექნება ის ელემენტი, რომელიც დამატებას ვთხოვეთ AI-ს. დაგენერირდა ჩვენი ვიდეო, მოდი ვნახოთ. საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი ლანდშაფტით, სადაც დიდებული მთები და მწვანე ხეობები ჰარმონიულად როგორც ხედავთ, ფაქტიურად იგივე ვიდეო გვაქვს, უბრალოდ კადრში არის დამატებული ცხენი, ანუ იმ ადგილზე რა ადგილიც მოუნიშნე კადრში AI-ს. კაი, ეხლა შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი ვიდეო Scene Builder-ში. ამისთვის უნდა დავაჭიროთ აი ამ ხილაკს Add to Scene და შემდეგ უნდა გადავიდეთ Scene Builder-ში, სადაც მოკლედ დაგხვდება ჩვენი ვიდეო. მოკლედ აღწეროთ, ესე იგი Scene Builder-ის ფუნქციები, გვაქვს პლუს ხილაკი. თუ დავაჭერთ ამ პლუს ხილაკს, გამოვა 2 ოფცია Jump to და Extend. ესე იგი Jump to ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, ეხლა გვჭირდება Extend. Extend ნიშნავს გახანგრძლივებას, გავრცობას, ესე რომ ვთქვა. მარჯვენა მხარეს გვაქვს, ესე იგი გადმოწერის ხილაკი, გვაქვს ხანგრძლივობა და გვაქვს ეს პატარა ხილაკი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია წავშალოთ სცენებიდან ვიდეო რგოლები, ოღონდ თუ წავშლით ვიდეოს, ანუ ვიდეო წაიშლება მხოლოდ Scene Builder-იდან, თლიანად ვიდეო არ წაიშლება, ისევ დაგხვდება დეშბორდზე, რომ დავუბრუნდები. კაი, შემდეგი რაც მინდა გაჩვენოთ, არის კადრის შენახვა, ესე რომ ვთქვათ. ანუ ამ ვიდეო რგოლიდან შეგვიძლია ნებისმიერი კადრი შევინახოთ და შემდეგ ამ კადრის მეშვეობით დავაგენეროთ სხვა ვიდეო. ანუ ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია გადავიტანოთ ეს მაჩვენებელი და რომელი კადრიც გვინდა, აი თქვათ ეს კადრი, კურსორი უნდა მივიტანოთ პლუსთან და შემდეგ დავაჭერთ ამ ხილაკს Save Frame as Asset და მოკლედ შეგვინახავს ამ კადრს და შემდეგ ამ კადრის მეშვეობით თუ დაგჭირდება, შეგვიძლია დავაგენეროთ ახალი ვიდეო. აი როგორც ხედავთ, გამოჩნდა ჩვენი კადრი, თუ დავაჭერთ ამას, აირჩევს ამ კადრს როგორც პირველი კადრი, ან პირველი ფრეიმი. აი არ გვინდა ამ შემთხვევაში ეს ფრეიმი, დავანებოთ თავი. მოდი ახლა მივცეთ Extend, ანუ გახანგრძლივება. დავაჭერთ პლუს ხილაკს, ავირჩიოთ Extend-ი და როგორც ხედავთ, აი ეს სცენა გაიწელა, ესე რომ ვთქვათ. და აქ გვეკითხება, ანუ რა გინდა რომ მოხდეს შემდეგში. რა უნდა მოხდეს შემდეგში? ეს უნდა გავუწეროთ პრომპტი. დავბრუნდეთ ჩვენს პრომპტებში და ესე იგი დავაკოპირებ მეორე სცენის პრომპტს. ხო, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ანუ იგივე ვეუბნები AI-ს, რომ იგივე სცენა გრძელდება, იგივე ეს ახალგაზრდა ბიჭი მიდის მთებში, იგივე არ დაამატო მუსიკა და ამ შემდეგ უბრალოდ შეცვლილია ტექსტი, რაც უნდა ისაუბროს ჩვენო პერსონაჟმა, ამიტომ დავაკოპირებ ჩვენს სცენას, დავბრუნდები
დაშბორდზე და გავუშვათ, ესე იგი, ეს პრომპტი და ვნახოთ რას დააგენერირდა. დააგენერირდა ჩვენი ვიდეო, მეგობრებო, მოდი გავუშვათ სრულად საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი ლანდშაფტით, სადაც დიდებული მთები და მწვანე ხეობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით სასებჯინება და მნახველს თავისი სიდიადითა და მისტიკური სილამაზით აჯადოებს. როგორც ხედავთ, ანუ სცენა გაგზელდა ისე, რომ ფაქტიურად არაფერი ეტყობა. როდესაც დავაგენერებ სხვადასხვა სცენებს, გადასვლის მომენტებში შეიძლება აქ ეხა დიდად არ ეტყობა, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, ანუ ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ რაღაც გადახტომასავით არის და რაღაცა ეს უწყვეტი კადრი არ არის. სინამდვილეში, როდესაც თლიან ვიდეოს ჩამოტვირთავთ, იქ გვექნება უწყვეტი კადრი, ანუ იქ პრობლემა არ გვექნება, არანაირი გადახტომა არ გვექნება. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია აქ გამოვიყენოთ, არის ეგრეთ წოდებული trim ფუნქცია, ანუ შეგვიძლია მოჭრათ კადრი, ანუ თუ არ მოგწონს რაღაც დასაწყისი ან დასასრული, შეგვიძლია მარტივად ხელი მოვკიდოთ და ესე მოვჭრათ და მოიჭრება ეს კადრი. მაგრამ შეგვიძლია ასევე მარტივად დავაბრუნოთ უკან, თუ გვინდა კადრის დაბრუნება. აი, ერთ სცენასაც დავაგენერირებ, მივიცეთ extend-ი, შემდეგ დავაბრუნდეთ ჩვენს პრომპტებში, გვინდა მესამე სცენა, დავაკოპირებ ჩვენს პრომპტს და გავუშვათ პრომპტის ველში. დაგენერირდა ჩვენი მესამე სცენაც, მოდი გავუშვათ. მწვერვალებით სასებჯინება და მნახველს თავისი სიდიადითა და მისტიკური სილამაზით აჯადოებს. კრისტალურად სუფთა მდინარეები, ხმაურიანი ჩანჩქერები და ფირუზისფერი ტბები ქვეყნის ბუნებას სიცოცხლით ავსებს. ხო, მოგრეთ, ესეც ძალიან კარგია. აქაც აი გადასვლის მომენტში თითქოს რაღაცა წამის მიასედი პაუზა აქვს, მაგრამ ნუ პრობლემა არ იქნება რომ ჩამოტვირთავ თლიან ვიდეოს. მოგრეთ, ესე შეგვიძლია კადრის გახანგრძლივება, რამდენი სცენას გვინდა იმდენ სცენას გავაკეთებ. ხანდახან, როდესაც აი მაგალითად მე რო ტესტავდი, იყო შემთხვევები, როცა ესე იგი პერსონაჟს იგივეს აგენერირებდა, თუმცა აი უკანა ფონი, ბუნება იყო ცოტა შეცვლილი. ანუ იგივე ეს მთები, ტყეები, მწვანე მდელო, მაგრამ ოდნავ შეცვლილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი კადრიდან, ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა მაინც იყო ძალიან ბუნებრივი. და პრინციპში შეიძლება საერთოდ არ გვინდოდეს ახლა უწყვეტი კადრი 1 საათის განმავლობაში, შეიძლება ეს კადრებით შეიცვალოს. ანუ საქმე იმაშია, რომ ძალიან ბუნებრივად აკეთებს ამ გადასვლებს და იმ შემთხვევაში ხა, როდესაც შეიცვალა ეს უკანა ფონიც, ისიც ბუნებრივი იყო და პირიქით თითქოს უფრო გაამდიდრა ვიდეო, ასე რომ ხანდახან შეიძლება მოკლედ შეცვალოს რაღაც სცენაში და მოგიწევთ რეგენერაციები. მაგრამ ეს გადასვლები სცენიდან სცენაზე იქნება ძალიან ბუნებრივი. აი, ეხლა რაც შეეხება მეორე ფუნქციას, jump to ფუნქციას. ანუ შეიძლება ვთქვათ, გახანგრძლივება კადრის აღარ გვინდოდეს და გვინდოდეს რაღაც ახალი კადრი, ახალი ვიდეო, ახალი სცენა. შესაბამისად, ავუჩევთ jump to-ს და შევქმნით ახალ ვიდეოს, ჩვეულებრივად გავუწერთ პრომპტს და ამ ბოლო კადრის, ანუ ბოლო სცენის შემდეგ გვექნება უკვე სრულიად ახალი სცენა. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ jump to ფუნქცია. როდესაც დავასრულებთ სცენების გენერაციას, შემდეგ შეგვიძლია მარტივად გადმოწეროთ ერთი მთლიანი ვიდეო, დავაწვევით download Gilax და მოკლედ მთლიანი ვიდეოს გადმოწერთ ჩვენს device-ში. სანამ დავასრულებთ ვიდეოს, მინდა გაჩვენოთ დამატებით როგორ შეგვიძლია დავარედაქტიროთ ეს ვიდეო, ანუ დავადოთ მუსიკალური ფონი, დავადოთ სხვადასხვა ხმის საუნდ ეფექტები და ასე შემდეგ. როგორც გახსოვთ, პრომპტებში მითითებული მქონდა, რომ არ დაედო მუსიკა ვიდეოსთვის და ამას გავაკეთებთ უკვე ცალკე ედიტორში, ამ შემთხვევაში ვიყენებთ CapCut-ს. ანუ ესე იგი გვაქვს აქ ჩვენი ვიდეო, თლიანი ვიდეო არის 36 წამი დაახლოებით. გვაქვს აუდიო შემთხვევაში VO3 თლად იდეალურ ხარისხს ვერ გვთავაზობს სამწუხაროდ. ამ შემთხვევაში ანუ 6 დეციბალი აუწიე ხმას და პლუს მივეცი enhance voice ფუნქცია და ოდნავ გააუმჯობესა საერთო ჯამში აუდიო. გარდა ამისა, მაქვს კიდე 3 აუდიო ტრეკი. ეს არის მუსიკა, მოდი ამას გავუთიშავ და მხოლოდ მუსიკას ჩავრთავ. ეს მუსიკა დავაგენერირე Suno AI-ის პლატფორმაზე. Suno-ზეც მაქვს ერთი ვიდეო, შეგიძლიათ უყუროთ. მომავალშიც ვაპირებ, იმიტომ რომ რაღაც ახალი ფუნქციები დაემატა. Suno AI-ის პრომპტსაც ჩავაგდებ, ესე იგი პრომპტებში და დავლინკავ ვიდეოს აღწერაში. ნუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მუსიკა დაადოთ, შეგიძლიათ საერთოდ არ დაადოთ მუსიკა, თუმცა ვთვლი რომ მუსიკალური გაფორმება საკმაოდ უხდება ესეთი ტიპის ვიდეოებს. გარდა ამისა, მაქვს ესე იგი ჩიტების ხმა. შეგახსენებთ, რომ CapCut-ს აქვს თავისი აუდიო ბიბლიოთეკა, უნდა დავაჭიროთ აუდიოს, შემდეგ მოვნიშნოთ sound ეფექტები და აქ დავსერჩოთ ჩვენთვის ასრული sound ეფექტი. ამ შემთხვევაში მქონდა დასერჩილი birds chirping, ანუ ჩიტების ჩიკ-ჩიკი და პირველივე შედეგი გამოვიყენე, პირველი რაც მოგცა, ის გავუშვი, ესე იგი აუდიო ტრეკად. გარდა ამისა, აქ უბრალოდ ცოტა დაწეული მაქვს, ცოტა კი არა, კარგად მაქვს დაწეული ხმა, -15, ან 15 დეციბალით დაუწიე, ესე იგი აუდიოს ხმა. და ბოლოში მაქვს მდინარის ხმა.
იდეაში მდინარე არ ჩანს კადრში, მაგრამ ვივარაუდოთ, რომ სადღაც ახლოს მოჩქებს ნაკადული და საერთო ჯამში ამტკიცებს ეს ხმები ჩვენს ვიდეოს. მოგლეთ, სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია საინტერესო და სასარგებლო ვიდეო გამოვიდა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, ასევე გამოვყევით TikTok-სა და Instagram-ზე, სადაც ყოველდღე ვდებ მოკლე ვიდეოებს AI-ის შესახებ. ეხლა დაგემშვიდობებით, წავედი.